გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, გიბრუნდებით TP Talk Point-ის მორიგი ეპიზოდით, სადაც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება TP Georgias Wellness-ის მენეჯერი ქეთი ცინცაძე. გამარჯობა ქეთი. გამარჯობა ლაშა. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა არის Wellness-ი, ზოგადად რას ნიშნავს, რასთან ასოცირდება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სავარაუდოდ უცხო ტერმინი არის და მოდი ამას შევეხოთ მცირედ. კი ბატონო. Wellness-ი არის ეგეთი პროგრამა, რომლის მიზანიც არის თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. პროგრამის სრული დასახელება არის Wellness and Resilience, რაც ნიშნავს wellness-ი და სტრეს-მედეკობა. სტრეს-მედეკობა არის ეგეთი უნარი, რომელიც ნიშნავს კარგად სტრესთან კარგად თავის გამკლავებას. შესაბამისად ამ პროექტის მიზანიც სხვადასხვა სერვისებით ეგ არის, რომ ის უნარი გამოუმუშაოთ ჩვენ თანამშრომლებს, რომ ადვილად გაუმკლავდნენ და გაართვან სტრესს, რომელიც ყველას დღესდღეობით ცხოვრების ნაწილია. განუყოფელი ნაწილია. და კომპანიისთვის, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესისთვის, მაგალითად ან ჩვენ კომპანიისთვის, რა სარგებელი მოაქვს და რატო შეიძლება მოუნდეს კომპანიას, რომ დანერგოს ეს პრაქტიკა და მაგალითად ჩვენსავით, საქართველოსავით დეპარტამენტი ქონდეს wellness-ისაც კი. დღესდღეობით პრობლემას ინფორმაციის დანაკლისი არ წარმოადგენს, პირიქით დიდი რაოდენობის ინფორმაცია არის უფრო პრობლემატური. რადგან ჩვენი ნერვული სისტემა არ არის მიჩვეული და არ აქვს ასეთი შესაძლებლობა, რომ ამას ასეთ დატვირთვას გაუმკლავდეს. როგორც მოგეხსენება, განუწყვეტლივ არის ცვლილებები, სულ რაღაცა ახალი ტექნოლოგიური მიმართულებითაც და ამიტომ ეს სტრესს ქმნის. შესაბამისად, wellness-ი დღესდღეობით უბრალოდ კარგი დამატება კი არ არის პროგრამის კუთხით, არამედ აუცილებელი ნაწილია იმისთვის, რომ თანამშრომელმა სტაბილურად და კარგად იფუნქციონიროს. ალბათ პროდუქტიულობა შეინარჩუნოს და სამუშაო პირობებშიც ისწავლოს სტრესთან გამკლავება. ამ ყველაფერს მაგალითად აშკარად ძალიან კარგი პრაქტიკაა, ძალიან ცოტა კომპანიაში თუ გამიგია, რომ მსგავსი პრაქტიკა იყოს დანერგილი. და მოდი გითხარი როგორ ახერხებს მაგალითად wellness შენი დეპარტამენტი, wellness დეპარტამენტი, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს და დაეხმაროს თანამშრომლებს. აი მე აქტივობები გვაქვს, როგორი ტიპის მხარდაჭერა არის? კი ბატონო, მაგას მოგახსენებ, ერთს დავამატებ, რომ აუცილებლობა კიდევ იმაში არის ამ wellness-ის, რომ თუ თანამშრომელი არის მუდმივ სტრესში, შესაბამისად მისი პერფორმანსი იკლებს, უფრო მეტ შეცდომას უშვებს, გადაწვის საშიშროების წინ უფრო მალე მიდის. და შესაბამისად ეს აისახება, რა თქმა უნდა, პერფორმანსზე. და იმისთვის, რომ ეს თავიდან ავირიდოთ, ჩვენ თანამშრომლებს თავაზობთ აი ამ პროგრამას, რომელიც სამი მიმართულებით მუშაობს. ერთი არის ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ თანამშრომლებმა და ადამიანმა თვითონ გაიგოს, როგორ ფუნქციონირებს მისი გონება, მისი სხეული და მოусმინოს თავის გონებას და სხეულს, სიმპტომებს დააკვირდეს. მეორე მიმართულება არის, რომ რაღაცა პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ვასწავლით ჩვენ თანამშრომლებს, რომ მარტივად და სწრაფად სტრესს როგორ გაუმკლავდეს და მესამე არის მხარდაჭერა, რომელიც არის ფსიქოკონსულტირება და ფსიქოკონსულტირება არის საჭირო და აუცილებელი, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაცის ცოდნა საკმარისი არ არის. ადამიანს სჭირდება ასევე სივრცე, სადაც შეძლებს, რომ თავისი განცდები ვენტილაცია გააკეთოს და დაამუშავოს. გაიცნოს და გამოაშკარავოს. ამაში ფსიქოლოგიურ მომსახურებას გულისხმობ? კი. რომ დავაზუსტოთ. კი. და ეს ფსიქოლოგიურ მომსახურება ყველასთვის არის ხელმისაწვდომი თუ ან მაგალითად ღამის სვლაში ვინც მუშაობს, იმათვის როგორ არის? ჩვენ პროექტში, wellness-ის პროექტში ყავს ფსიქოლოგები ოფისში, რომლებიც ოფისიდან მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დღის სვლაში, ასევე ღამის სვლაში ყავს ოფისში ფსიქოლოგი, რომელიც ემსახურება ყველა თანამშრომლებს
ყველა თანამშრომელს პოზიციის მიუხედავად. ძალიან მაგარი. ეს სერვისი არის სრულიად კონფიდენციალური, რაც იმას ნიშნავს, რომ პირადი ინფორმაცია და რა თქმა უნდა განხილული თემები არ ზიარდება არავისთან და ჩვენი ფსიქოლოგები კვალიფიციურ მხარდაჭერას, ფსიქოლოგიურ კონსულტირებას უწევენ ჩვენ თანამშრომლებს. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მოვიდეს დაგეგმოს ვიზიტი და კი. ჩვეულებრივ როგორც ვთქვათ წინასწარ უნდა ჩაეწეროს ფსიქოლოგთან და მერე სპეციალური wellness სივრცეები გვაქვს ოფისში, wellness ოთახები, რომელიც არის სამუშაო სივრციდან ცოტა უფრო მოშორებით არის განლაგებული, რათა თანამშრომელი სამუშაო დროის განმავლობაში მივიდეს დასვენების დროს, მივიდეს ფსიქოლოგთან და იქ განიტვირთოს მიიღოს კვალიფიციური მხარდაჭერა. გარდა ამისა, გვაქვს wellness-ის ისეთი სივრცე, სადაც თანამშრომელს უბრალოდ შეუძლია, რომ მივიდეს, თვალი დაასვენოს, სიწყნარეში იყოს. განიტვირთოს. ძალიან კარგი გადასარევი. განათლება აღნიშნე, შენ განათლება ახსენე და ასევე აქტივობების ახსენე, როგორც ვიცი, გვაქვს რაღაც აქტივობები. მათ შორის განათლების ტრენინგები და ასევე შენ დეპარტამენტი ესე აორგანიზებს სპორტულ აქტივობებსაც და როგორც ვიცი, სხვადასხვა განტვირთვის გამოჯანსაღებელ აქტივობებსაც, ხო? ამაზეც რომ გითხრა. კი. wellness-ი, როგორც უკვე ვახსენე, მხოლოდ ერთი მიმართულებით არ არის. ფიზიკური ჯანმრთელობა არანაკლებ და აქტიურად აი ამისთვის რაღაცის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებითაც გვაქვს რეგულარული ყოველკვირეული აქტივობები, მაგალითად როგორიც არის პადელი, ძალიან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობაა ჩვენი თანამშრომლების. კი. ჩემიც მათ შორის. ხო, ჩემიც. და ასევე ფეხბურთი, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია და ძალიან ასევე ჯგუფურობის განცდას გაძლევს როგორც პადელი, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ხარ აქტიული და ძალიან სახალისო არის. შენი რჩეული აქტივობა ამ მხრივ რომელი არის, რომელიც ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ეხმარება ადამიანს განტვირთვაში და სტრესისგან დაცლაში. აი როგორც უკვე ვახსენე, პადელი ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ კონცენტრაციასაც ძალიან გიმატებს, სისხარტესაც, საკმაოდ მარტივია წესებიც და ასევე ჯგუფში თამაშიც ძალიან კარგად მერე ითვისებ, იმიტომ რომ აქ ყველა ინდივიდუალურად კი არ თამაშობს, მაინც მეწყვილესთან ერთად თამაშობ. თითქოს ჭირდებოდა პადელს კიდე ჩვენიდან პოპულარიზაცია. საკმაოდ კარგი სპორტია და რა გაეწყობა, გვიწევს. როდესაც ამ აქტივობებს გეგმავ, როგორ არჩევ, რა ტიპის აქტივობა დაგეგმო, მაგალითად, ფეხბურთი ჩაატარო, პადელი ჩაატარო, კერამიკის სესიები თუ სხვა რამ როგორ არჩევ ამას? კი ბატონო, კერამიკის სესიები ახსენე და კერამიკის სესიებიც ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა არის ჩვენი თანამშრომლების, რომელსაც wellness ოთახში ვატარებთ. შენც გამოგიცდია და ამ დროს თანამშრომლები დასვენების დროს ჩამოდიან, კერამიკის ძერწავენ, თიხასთან მუშაობენ და შემდგომ მერე ისევ აგრძელებენ სამუშაოს. ამას მევუძღვები ამ სესიებს. სამუშაო პროცესში იდეალურია დასვენება, რომ შეგამოდიხარ და უცბად ესეთი ლამაზი ტიპიც ამთავრებს სამუშაო დღეს. ჩვენი თანამშრომლის გაკეთებული ჭიქა. რაც ძალიან ლამაზი სხვა. ძალიან. უშუალოდ შენ საქმიანობას რაც შეეხება და შენი დეპარტამენტის საქმიანობას. როგორ საზღვრავ წარმატებული არის შენი საქმიანობა, ასწავლე სტრესმედეგობა, გახადეთ სტრესმედეგი ადამიანები თუ აი წარმატებას როგორ ზომავთ ხო თქვენ შემთხვევაში? ჯერ ეს ერთიც ისიც რომ მონაწილეობა როცა არის აქტიური, ეგეც უკვე იმის მანიშნებელია, რომ ესე იგი მოწონთ, პროგრესი აქვს, ისიც რომ ფსიქოლოგების განრიგი სულ შევსებულია, ესეც უკვე იმისი დასტური არის, რომ ესე იგი პროგრესი აქვს და რახან ადამიანი რეგულარულად მერე ბრუნდება და აქტიურად აგრძელებს ამ პროცესს, ეგ მაგის მანიშნებელია. დასწრება, რა თქმა უნდა, და ისევ და ისევ კითხვარების მეშვეობითაც ვიკვლევთ და ვიკითხებით. ხშირად ტარდება ეს გამოკითხვები? იცი რა, ამ ეტაპზე კვარტლურად. ოკეი. შვენიერი. კარგი, შენთვის რა არის?
შენთვის რა არის wellness-ი, როგორც ქეთისთვის? თავკე და არა როგორც wellness manager-ისთვის. შენთვის როგორი არის wellness? Wellness-ი მარტო ჩემი სამუშაო არ არის, ჩემი ცხოვრების სტილია და მე ღრმად მწამს მე თვითონ wellness-ის, აი ესე დაბალანსებული ცხოვრების დღესდღეობით. ამიტომაც უძღვები ამ დეპარტამენტს. კი, უკვე სხვათა შორის კარგი ხანია. ჩემთვის wellness-ი არის კომბინაცია სხვადასხვა მიმართულებების. ანუ ერთია რომ ფსიქოლოგიური კუთხით wellness-ი და აქ სხვათა შორის ენიაგრამა მეხმარება ძალიან. ეს არის ენიაგრამა რა არის? ენიაგრამა შეიძლება მე არ ვიცი, ხო, უცხო ტერმინია და ახლავე გეტყვი. კი ბატონო, ენიაგრამა არის ეგეთი ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელიც გამოიყენება დღესდღეობით ძალიან აქტიურად მთელ მსოფლიოში, როგორც თერაპიაში დამატებითი ხელსაწყო, ასევე ბიზნესში, ლიდერშიპში, HR-შიც ასევე და რას გეუბნება? ადამიანების ფსიქოტიპების კლასიფიკაციას გეუბნება. ენიაგრამას მიხედვით არის 9 ფსიქოტიპი და საკმაოდ კარგად შეისწავლით თითოეულ ამ ფსიქოტიპს და მე ყოველდღიურობას შეგიძლია რომ დანერგო რა. ენიაგრამა გეუბნება შენ სტრესის შესახებ, მაგალითად, რაზე ტრიგერდები, სტრესის დროს როგორ იქცევი და რატომ. და ეს მე გეხმარება იმაზე, რომ დააბალანსო, უკეთ გაიცნო შენი თავი და უფრო განავითარო იმ მიმართულებით, შენი ფსიქოტიპი კარგად შეისწავლო და სისუსტეების ძლიერი მხარეები და მე განავითარო. და ამ ყველაფერს შენაკეთებ, ანუ შემიძლია მოვიდე შენთან და გამიკეთო ეს ამ ანალიზი ფსიქოტიპის. მე შემიძლია რომ გაგიკეთო შენი ფსიქოტიპის დიაგნოსტიკა, რაც მოიაზრებს სიღრმისეულ ინტერვიუს. ოღონდ ახლა სიღრმისეულ ინტერვიუ რაღაცა ძალიან ისე იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა ჩავეძიოთ მაინც რაღაცა შენი ბავშვობის მოგონებებს. არა, უფრო შენი ცხოვრების პატერნების გარკვევა არის ეს რა. და გამოსადეგი არის დღესდღეობით პრაქტიკულად, რომ აი პრაქტიკულ ინფორმაციას იღებ, როგორ დაბუსტო, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებებით, არის პირადი თუ კარიერა, თუ რაღაც ურთიერთობები. ანუ მეხმარება რაც ჩემი თავის გაცნობაში და მე ამოვიცნო რაღაც ჩემი სამომავლო ქმედებები. აი რაღაცები რაც არ გესმოდა ყოველთვის, აი რაღაცა არ გამოგდის ამ ვიღაც ადამიანებთან, აი რაღაცა არ გესმის, აი მე მიხვდები რა, ეს მარტო შენზე კი არ არის, მაგალითად აი ძალიან მსიავნებს სხვა ადამიანების დახმარება მაგ კუთხით რა. და უფრო გასაგები ხდება, როგორც შენი თავი, რატო ხარ ეგეთი, უფრო მაგას გიხსნეს რა. აჰა, გასაგებია. ანუ რაღაც ასტროლოგიასთან და ტაროს გაშლასთან ნაირი კავშირი არ აქვს. ეს სხვა არის. სტრესს როგორ მართავ შენ? ხო. და თუ შეგიძლია რომ რჩევები მისცე ჩვენს მაყურებელს სტრესის მართვასთან დაკავშირებით. ფიზიკური ფაქტორი, ვფიქრობ, რომ ჩემთვის და ასევე სხვა ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ როდესაც სტრესში ვართ, კორტიზოლის სტრესის ჰორმონი გამომუშავდება. ფიზიკური დატვირთვა, ეს შეიძლება ცოტა შაბლონურად ჟღერს, იმიტომ რომ ყველგან ამას ვაწვდებით, მაგრამ აი ესე რომ გავიგოთ, ესე იგი ვარჯიში ამცირებს კორტიზოლს და ენდორფინები, რომელიც განწყობას საუმჯობესებს და სეროტონინები, დადებითი ჰორმონები, რომელიც ემოციურ სტაბილურობას უკავშირდება, ესენი გამომუშავდება. ანუ ვარჯიში ფიზიკური დატვირთვა არის ყველაზე უფრო სწრაფი მეთოდი იმისთვის, რომ ემოციურად რეგულირება მოხდეს ადამიანის. რეგულარული ვარჯიში. ძალიან არის განტვირთვაც არის. ფანტასტიკური. სტრესი იქაც ვარჯიშის დროსაც ადგება ბუნებრივი ორგანიზმის ხელს, მაგრამ ვარჯიშთან ერთად კიდევ რითი შეგვიძლია გავუმხელოთ. ანუ სტიმულირება გონებრივი არ არის და მაგიტომ ეს კარგი გადართვა არის რა. რა შეგვიძლია კიდევ შევაშველოთ? შეგვიძლია შევაშველოთ ჩემ პრაქტიკაში, მაგალითად, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი არის თიხასთან მუშაობა, ჩემი სტუდია მაქვს კერამიკის, ქეთი კერამიქსი და გამოვიწეროთ.
კი ბატონო და ეს მეხმარება რომ ზოგადად თიხასთან მუშაობა ძალიან ისეთი სენსორული, დამიწებული მეთოდი არის, როდესაც მაქსიმალურად აქ და ეხლა ხარ და შფოთვა მომავალზე და წარსულზე ქრება, აი mindfulness-ის ესეთი პროცესი არის. ნელდება ეგეთ დროს შენი აი რაღაცა racing thoughts რომ ამბობენ რა, აი რაღაც ეგეთი უამრავი ესეთი ფიქრები უცებ ჩერდება და მაქსიმალურად აქ და ახლა ასევე კონცენტრაციისთვის ძალიან კარგი სავარჯიშოა. Ну, რა თქმა უნდა, ისიც არის, აი წარმოსახვას, კრეატიულობის განვითარებას ძალიან ხელს უწყობს. და ძალიან აი ამ უკავშირს, რასაც ჩემი მოსწავლეებისგან ვიღებ, რომ მეუბნებიან, რომ აი ისეთი განტვირთვა, ასევე თავის აი მართლა აი კრეატიულობას რო ამვითარებენ, აი მე ვცდილობ, რომ ჩარჩოებში არ ჩავსვარ, ახლა რა თქმა უნდა, ტექნიკური ნაწილი ჩემზე არის დახმარება და გაძღოლა, მაგრამ აი იმ დონეზე ვეხმარები აი ფანტაზიის კუთხით, რა დონეზეც ჭირდება რა. დანარჩენი აი მიყვარს, რომ აი რაღაცა ჩარჩოებიდან გამოვიდეს და აი თვითონ თუ ადამიანს ცოტა მიმართულებას მისცა, მე თვითონ წყვეტს ხოლმე რა და როგორ გაუკეთოს რა, აი წარმოსახვას ავითარებს. კი ბატონო, შესანიშნავი. და აი რა მინდა რომ მეკითხა, მაგალითად ხა დღეს როგორც ჩვენს კომპანიაში, ისე ზოგადად დღეს გადაწვის ფენომენი ძალიან ცნობილია ყველასთვის, ხო და მით უმეტეს ყველას დიდხანს გვიწევს ოფისში ჯდომა, კომპიუტერთან ჯდომა და ამ ხრივ როგორ შეგვიძლია და როგორ ვირჩევდი ადამიანებს დასვენებას მაგალითად და რა მნიშვნელოვანი რომ აი ამ სივრცეს, ციფრულ სივრცეს მოუწყდეთ და დღესდღეობით wellness-იც მაგას ემსახურება, ანუ მხოლოდ ის კი არა, რომ აი თვითონ wellness-ის იგი ფსიქოსაგანმანათლებლო ტრენინგების დროს ან ინდივიდუალური ფსიქოლოგთან სესიის დროს, არა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა იმ მომენტში კარგად იქნას ან კერამიკის სესიის დროს, არამედ დასვენების დროს, როცა ადამიანი არ მუშაობს, მაგ დროს ისწავლოს სწორედ დასვენება. იმიტომ რომ ხშირად ადამიანები მორჩებიან სამუშაოს და მერე სულ ტელეფონში სხედან სკროლავენ უაზროდ, რაც კიდე დამატებით უამრავ ინფორმაციას აწვდის შენ ტვინს, რომელიც რეალურად არ ჭირდება. და ამ სკროლვის მერე პატარა აი ამ დოპამინის პატარ-პატარა დოზების მერე, რომელიც აბსოლუტურად მერე კიდე სიამოვნებას განიჭებს, მაგრამ მერე ეჩვევა ჩვენი გონება ამას და მერე კიდე უნდა გაზარდო ეს სტიმულაცია და რეალურად მერე ძალიან დამოკიდებული ხდები ამ დოპამინზე. და მე მაგალითად ავიც მეგობართან რაღაცა შეხვდე, რაღაცა გაგიხარდეს, იმდენ სიამოვნებას ვეღარ განიჭებს, იმიტომ რომ ამით არის გაზრდილი დოპამინი და უფრო და უფრო მეტი გჭირდება, ხო? იგივე კმაყოფილების დონე მიიღო. უნდა გაზარდო. ამიტომ პირველ რიგში რჩება ეგ იქნება, რომ აი ისწავლეთ სწორედ დასვენება, ანუ აი ეს ინფორმაციის ზღვა რაც შემოდის, ხო? ანუ შენ შეგიძლია რეგულაცია გააკეთოთ ან კონტროლ. მე მაგალითად აი იანვრიდან ესეთი ის გავაკეთე რეზოლუცია ჩემ ცხოვრებაში, რომ ლიმიტი დავაწესე ტელეფონზე, სოციალურ მედიაზე, რა, ინსტაგრამი და ფეისბუქი, ასევე მესეჯების პასუხი, ჯამში მაქვს მხოლოდ 1 საათი. მე შეგიძლია რა ტელეფონზე დააწესო ეს რა, რომ მე ირთვება და უკვე გაითიშება რა. ჩემთვის ძალიან კარგი საშუალება მე წელს ეს მაქვს, რომ ძილის წინ 1 საათი და ადრე მაინც აღარ ვიხმარო ტელეფონი და დილით გავიზრდი და 1 საათი. ეგ ძალიან კაია. რთული მისაღწევი არის, მაგრამ ვცდილობ რა. ნუ აი არ სკროლო მაინც რა, შეიძლება რაღაცა სასტრაფო მესეჯი თუ არის უპასუხო, მაგრამ აი არ სკროლო. სანამ ერთ კითხვაზე გადავიდო და ერთ ფსიქოტრენინგები ახსენე, მაგალითად განათლების და ამ პროგრამაში რა ტიპის ტრენინგები შედის, ან რაზე ხდება? ხო, ერთ-ერთი wellness-ის შემადგენელი ასევე არის ფსიქოსაგანმანათლებლო ტრენინგები, რომლებსაც ჩვენ თანამშრომლებს თავაზობთ. აი, სხვადასხვა კუთხით, როგორც ემოციური ინტელექტი, როგორც რაღაცა ემოციური ფიტნესი AI ერაში, როგორ შევინარჩუნო ემოციური ფიტნესი ახლა. ხოლო ჯიმის ფიტნესი. ემოციური ფიტნესი, თქვენ ვარჯიშობთ? ხოლოდ ემოციურად. ხო, ნუ მოკლედ აი ეგეთი რაღაცები რა, აი თანამედროვე ციფრულ სამყაროში როგორ შევინარჩუნოთ ის, რომ არ ჩამოვრჩეთ ვიყოთ ინფორმირებულები, მაგრამ ასევე არ მსხვერპლი არ ვიყოთ რა, არ გადაგვიტვირთოთ აი ამ ინფორმაციით. ოკეი, გასაგებია. ერთი რჩევა მაქვს კიდე, რომელიც ძალიან მარტივი შესასრულებელია და აი ზუსტად აი ესე
სამუშაო corporate ადამიანებისთვის ძალიან ეფექტური არის. ვინც დილით ვარჯიშობს, თუ ვინც საღამოს ვარჯიშობს, ძალიან მარტივი შესაძლებელია. უბრალოდ ხტუნაობა, დავუშვათ დღეში 2 წუთი მაინც რა, ხტუნაობა, აქ არის გულისხმობა, რომ ძალიან მაღლა დაახტე რა, უბრალოდ რომ იხტუნაო, სისხლის მიმოქცევა საუმჯობესებს, ლიმფას არის რომ იმოძრაოს და კორტიზოლს ამცირებს. ხო, აი ძალიან მარტივია. ხო, თან უმარტივესი რაც. კი. ბოლოს მოდი დაასრულე წინადადება, შენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის? ჩემ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის, ჩემი კარგად ფუნქციონირება, კრეატიულობის ან ფანტაზიის გამომჟღავნების შესაძლებლობა და მენტალური ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მამასთან ერთად, აი ამ ყველაფერთან ერთად რო არ გადავიწვა, ისე ყოველთვის განვითარება. იდეალური პასუხი. მადლობა სტუმრობისთვის, კეთილი. მე მგონი საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც სასარგებლო ინფორმაცია და საინტერესო რჩევები გავეცით. მადლობა და დროებით გემშვიდობებით. მადლობა დროებით.